მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. გილოცავთ 2026 წელს, გისურვებთ მატერიალურ სიუხვეს და სულიერ ჰარმონიას. ახლა კი დავიწყოთ და დღეს გთავაზობთ 2026 წლის იანვრის ტარო პროგნოზ კოროებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს. ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების ტუზი, ემოციებით დატვირთული თვეგელით. ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ახალ გარემოებებთან თქვენს ცხოვრებაში, ახალ სიტუაციებთან და ახალ ადამიანებთან, რომლებიც იანვრის განმავლობაში გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი შემოქმედებითობა, კრეატიული ხედვები და მიდგომები შესაძლოა გამოავლინოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნებით ენერგიულები, ემპათიურები, გამოავლენთ ინტერესს და თანაგრძნობას გარშემომყოფების მიმართ, თქვენში გაიზრდება სიყვარულის ენერგია, შეეცდებით პოზიტიური კუთხით დაინახოთ არსებული რეალობა და გამოწვევები აქციოთ შესაძლებლობებად. გექნებათ ინიციატივების გამოვლენის სურვილი, მოგინდებათ ან მოგიწევთ მეტი კომუნიკაცია ადამიანებთან. ამ პერიოდში თქვენი ენერგეტიკული რესურსი საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომ იანვარი კარგი პერიოდი იქნება თქვენთვის, რომ დაიწყოთ ჩანაფიქრების განხორციელება. დაისახოთ სამომავლო გეგმები, ან გადადგათ პირველი კონკრეტული ნაბიჯები თქვენი მიზნების განსახორციელებლად. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ტუზი. ამ პერიოდში მოგეცემათ შანსი გაუმჯობესოთ თქვენი პირადი ცხოვრება, გახადოთ უფრო საინტერესო, მატერიალიზებული, გამოხვიდეთ ოცნებების ან ილუზიების სფეროდან და მოახდინოთ თქვენი სურვილების რეალიზება. ბუნებრივია ეს ყველასთვის ინდივიდუალურად მოხდება, გააჩნია ვინ რა გამოწვევების წინაშე დგახართ, მაგრამ გირჩევთ იანვრის განმავლობაში დაუთმოთ დრო თქვენს პირად, განსაკუთრებით ინტიმურ ცხოვრებას, რადგან არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ფორმით თვითრეალიზებამ მოგანიჭოთ შინაგანი ძალა და ენერგია და სხვა მატერიალური შესაძლებლობების კარიც გაგიხსნათ ფიზიკურ სამყაროში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების ცხრიანი. ბარათების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია პირდაპირ ორსულობაზე ან უკვე ამ პერიოდში დაბადებაზე მიანიშნებდეს, თუმცა თუ თქვენთვის ეს თემა არა აქტუალურია, მაშინ ის გეუბნებათ, რომ თვეს ჰარმონიულად გაივლით, მიაღწევთ სასურველ შედეგებს. ამ პერიოდში არსებული თქვენი კეთილდღეობა და ფინანსური სიმყარე საშუალებას მოგცემთ ხელგაშლილად იზრუნოთ საკუთარ თავზეც და პარტნიორზეც. მოგინდებათ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ თქვენს გარეგნობას, ჯანმრთელობას, განტვირთვას, ამიტომ შესაძლებელია ჩაიტაროთ კოსმეტიკური და სარელაქსაციო გამაჯანსაღებელი პროცედურები, თქვენი გარდერობი გაამდიდროთ ახალი დახვეწილი და ძვირადღირებული ნივთებით, იზრუნოთ თქვენი გარემოს გალამაზებაზე, ინტერიერის განახლებაზე და ასევე ეს ბარათი გულისხმობს გაზრდილ სტუმართმოყვარეობასაც, ამიტომ შესაძლებელია ამ პერიოდში მოაწყოთ საოჯახო წვეულებები, ან მეგობრების და კეთილის მსურველი ადამიანების წრეში გაატაროთ საღამოები. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ხმლების ორიანი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია შანსი ამ პერიოდში გამოჩნდნენ საინტერესო ადამიანები თქვენს გარშემო და ინტერესიც გამოხატონ თქვენს მიმართ,
იანვრის განმავლობაში თქვენ შინაგანად არ იქნებით მზად, რომ წამოიწყოთ პირადი ურთიერთობა, გაგიჭირდებათ თამამი ნაბიჯების გადადგმა და ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია იმდენად დაკავებული იყოთ საკუთარი ფიქრებით და თვითანალიზის თუ თვითგამორკვევის პროცესით, რომ ვერც კი შეამჩნიოთ ასეთი შესაძლებლობები. გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, მეტად გაეხსნათ სამყაროს და პოზიტიურად გამოიყენოთ შანსები, რომელიც ამ პერიოდში მოგეცემათ. ნახოთ თვით რეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ იანვარში საქმიანი სფერო. მერვე მაღალი არკანი ძალა. იანვრის განმავლობაში მოგიწევთ მოიკრიბოთ ენერგია და დიდი ძალისხმევა მიმართოთ თქვენი თვით რეალიზებისკენ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება იმუშაოთ თქვენს თავდაჯერებულობაზე და ხასიათის სიმტკიცეზე. გირჩევთ იყოთ მეტად გამბედავები და გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე, ასეთ შემთხვევაში შეძლებთ თავი გაართვათ მიმდინარე საქმეებს და გაგიადვილდებათ გაერკვეთ სამომავლო პროფესიულ პერსპექტივებში. ეცადეთ გამოავლინოთ თქვენი თავი მაქსიმალურად და ორიენტირდეთ წარმატებაზე და დასახული მიზნების მიღწევაზე. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების ხუთიანი, ეს ბარათი გამორიცხული არ არის თქვენ შინაგან კონფლიქტზე მიუთითებდეს, მაგალითად შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ მნიშვნელოვანი შინაგანი განსჯები თქვენი საქმიანი ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით, მოგინდეთ გაერკვეთ კარიერული განვითარების სამომავლო პერსპექტივებში, შესაძლებელია საკმაოდ რთული არჩევანის წინაშეც დადგეთ, გახსოვდეთ რომ ამ პერიოდში თქვენ გაქვთ ყველა შანსი რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, მოიპოვოთ გამარჯვება, მაგრამ ეცადეთ დაიცვათ ზომიერება და ნუ მიმართავთ გადაჭარბებულ ენერგიას რომელიმე ერთი მიმართულებით, ისეთ ძალისხმევას რომ მერე გაგიჩნდეთ შეკითხვა, ღირდა თუ არა ეს შედეგი ამ ყველაფრად. გირჩევთ ამ პერიოდში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და იმოქმედოთ მაქსიმალურად რაციონალურად და დინჯად. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების პაჟი, მაღალია თქვენი დასაქმების შანსი, ასეთი შესაძლებლობა გამორიცხული არ არის რომ სრულიად მოულოდნელი გზით გამოჩნდეს, როგორც ხედავთ თქვენც მზად ხართ რომ პოზიტიურად გამოიყენოთ შესაბამისი სიტუაციები, თუმცა მაინც გირჩევთ არ მოდუნდეთ, იაქტიუროთ და ნუ დაელოდებით პოზიტიურ შესაძლებლობებს. ეცადეთ თქვენი წვლილი შეიტანოთ სასურველი მიზნის მიღწევაში. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების მეფე, ეს ბარათი თქვენი შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერებაზე მიუთითებს ამ პერიოდში, თქვენი კრეატიული მიდგომა, შემოქმედებითი პოტენციალი და შესაძლოა სრულიად ნოვატორული ხედვაც იანვრის განმავლობაში მკაფიოდ გამოვლინდება, იქნებით თავდაჯერებული, ენერგიით და პოზიტიური ემოციებით სავსე, შესაძლებელია ახალი გარიგებები და ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი, ასევე სრულიად შესაძლებელია უკვე არსებულ საქმეს ახალი მიმართულებები დაამატოთ, გექნებათ შესაძლებლობა სწორად მართოთ ფინანსები და თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანების გუნდთან, შეძლებთ აამაღლოთ მათი მოტივაციაც, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება თქვენ საქმეზე. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს იანვარში, კვერთხების რაინდი, ამ პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა პოზიტიურად გამოიყურება, გექნებათ მზარდი შემოსავლები, შესაძლებელია გამოგიჩნდეთ შემოსავლების ახალი და დამატებითი წყაროები, შეძლებთ წარმატებულად მართოთ თქვენი ფინანსები, მატერიალური აქტივები და არ არის გამორიცხული ძალიან მომგებიანი ინვესტიციებიც კი განახორციელოთ იანვრის განმავლობაში. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების დედოფალი, იყავით მეტად პრაქტიკულები, გამოავლინეთ ნებისყოფა, თავშეკავება, კეთილგონიერება, არ აყვეთ ემოციებს, მოიხმეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება და იმოქმედეთ წინდახედულად, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად რეალიზდეთ პროფესიული, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე. ასეთი იყო 2026 წლის იანვრის ზოგადი ტარო პროგნოზი კუროებისთვის.
ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.